იცვლება თუ არა დედის რძის შემადგენლობა მისი გაყინვის შემდგომ. ჩვენ ვართ პედიატრი ძმები. დედის რძე არის ნამდვილად უნიკალური საკვები და როდესაც დედას შეუძლია ეს ფიზიკურად, ჩვენ ყველას ურჩევთ, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ლაქტაცია. დედებს გარკვეულ შემთხვევაში შეიძლება დასჭირდეთ, ასე ვთქვათ, გამოწვეული რძის შენახვა, რადგანაც კონკრეტულ შემთხვევებში შეიძლება კარიერას ან კონკრეტულ სამსახურს დაუბრუნდნენ და ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ მინიმუმ 6 თვის განმავლობაში შეიძლება ჩვეულებრივად შევინახოთ და გავყინოთ დედის რძე საყინულეში. შეკითხვა არის შემდგომი, რაც მშობლებისგან არაერთხელ შემოდის, იცვლის თუ არა ის თვისებებს, კეთილსაიმედო თვისებებს. ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია გითხრათ, რომ გარკვეულწილად მცირდება ცილების რაოდენობა, 25-30% იკლებს იმუნოგლობულინ A-ს და G-ს შემადგენლობა, ლიზოციმის შემადგენლობა და ლაქტოფერინის შემადგენლობა. თუმცა მშობლებმა ეს არ უნდა გაიგონ ისე, რომ თუ შესაძლებელია დედის რძის გაგრძელება, არ გააგრძელონ ის და გადავიდნენ ხელოვნურ საკვებზე. დაგვიწერეთ კომენტარში თქვენ თუ იყენებთ გაყინულ დედის რძეს თქვენი პატარებისთვის. კარგად.